ჩვენ ქუთაისში თითქმის ყოველ მეორე მესამე დღე ბათუმში ყიდიდი ავტომობილებს, ხო? გუშინ წინა აჭარაში გამოუშვი ავტომობილები და ძირითადად ძალიან ბევრი მომხმარებელი აჭარაში მხავს და ჩემო მომხმარებლებო, მოგიწოდებთ, რომ ყველანი გახსნაზე ჩვენს გვერდით იქნებით, რა თქმა უნდა და გელოდებათ აი ძალიან კარგი სიურპრიზები, ძალიან ახალი ავტომობილები. გათამაშებები. შემდეგ დავაანონსოთ ბატონო გელა, მაგრამ ეს არის ავტომაღაზია. ეს არის ავტომაღაზია, აქედან არის შესასვლელი, აქაც გარეთაც ავტომობილები დადგება, აქ არის მთლიანად იქნება სერვისი, უყურეთ როგორ არის. ელექტრომობილებისთვის და საწვავზე ბენზინს რო ვიძახით, მომუშავე ავტომობილებისთვის და ნებისმიერისთვის არის თავარი რა, სერვისი, ხო? სერვისი და კომფორტი, რა უყურე როგორ არის. ავტომობილს როცა იყიდი, ეს არის რკინა. რო გაფუჭდეს პატრონი უნდა, ხო? და ჩვენ ამას 40 წელია ვაკეთებთ და რაც შესაძლებელია ამ ავტომობილის პატრონი ვიდა ეს ბატონო. ვისია? შენ ზიხარ და მე მეუნები ვისია? თუ შენ ზიხარ ამ ავტომობილზე შენია, ხო? მე პირადად საბოლოო რემონტის დასრულებისას პირველად ჩამოვედი და მართლა გაოგნებული ვარ, მიუხედავად ჩვენი არასამუშაო და გადატვირთული გრაფიკისა, ჯერ კიდე უკვე შემოსასვლელში იგრძნობა და ამ ცენტრის სიკაშკაშე და მიხარია და აი ერთი სული მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ წუთებს ვითვლი და დღეებს და წუთებს ვითვლი უბრალოდ როდის გაიხსნება ჩვენი ცენტრი და აი აქეთ მოდი ისა აქეთ შეხედეთ ოღონდ BYD, ჯეტური, ჩანგანი, ზიკერი და დანარჩენი სხვა ავტომობილები კიდევ, რაც თბილისშია და ბათუმშია. ამ ცენტრის გახსნას ბევრი ადამიანი ელოდება და დაახლოებით უკვე ავტომობილები შემოდის თბილისში, გავრეცხავთ და დავაყენებთ დაახლოებით 10 დღეში უკვე ჩვენ ბათუმის სულ მალე გვექნება გრანდიოზული გახსნა, როგორც შეგვექნება. ახლა როგორ ჩვენ შევკვირდით ჩაქვის ახალგაზრდებს, გვინდა რომ ახალგაზრდები დასაქმდეს და ჩვენ არავის არ ჩამოვიყვანთ, ყველანი იქნებიან ჩაქველები, ერთის ორი ადამიანი დღეს ავიყვანეთ და ორივე არის ჩაქველები, აი აქ არის ძალიან დიდი ტერიტორია და აქ იქნება როგორც იქ არის შენობა, ცალკე ერთი შენობა იქნება კიდევ ავტომობილებისთვის, ცალკე ბრენდისთვის. რაც შეეხება იმ ტერიტორიას იქით, არის სახელმწიფოს ტერიტორია და ჩვენ ამ სკვერს გავაკეთებთ ბავშვებისთვის, როგორც დავაანონსეთ